პირველი ყოლობა უფრო იყო აი ზრდასრულ ასაკში, ვიდრე ბავშვობაში, იქიდან გამომდინარე, რომ რთული ბავშვობა მქონდა. არც თუ ისე ახალგაზრდა ვარ ასაკით და შესაბამისად ჩემი პერიოდი დაემთხვა ომის პერიოდს აფხაზეთში და იქიდან მოყოლებული რაღაცნაირად ცოტა მძიმე ბავშვობა გამოვიარე და ვცდილობდი რომ აი ჩემი ყოველთვის რაღაც ჩემი ცოტა თეთრები, მაგრამ მქონოდა. შე შემთხვევაში დედა მეუბნებოდა ხოლმე რომ უნდა ისწავლო თანხის განაწილება ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობდა მომდევნო დღეზე, ანუ ხვალინდელი დღე ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი იყო დედისთვის და რეალურად მეც ალბათ მაშინ უფრო ვერ ხვდებოდი, მაგრამ რაღაცნაირად მივყვებოდი და ვუჯერებდი ხოლმე და ჩემი პირველი ყულაბა არასდროს ქვია იყო უკვე ჩემი სახეცვლილი მდგომარეობით, როდესაც უკვე 18 წლის გავხდი და მანამდე ძალიან რაღაც შინაგანი იქვა ცნობილი ოცნებობდა რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა, რომ ნელ-ნელა მესწავლო თუ რა არის განაწილება თანხის და აი ესე დაიწყო ჩემი პირველი ყულობა, რომელიც იყო რკინის, მეტალის იყო და არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შესანახად მეტნაკლებად გამოდგებოდა თანხის. პირველი ანაბარი იყო, რა თქმა უნდა, სახეცვლილი მდგომარეობა ჩემი და უკვე ფარიკაობაში მოვედი და სათნელნელა წარმატებას ვახტოვდი და ჩემი პირველი ხელფასი იყო გარანტი ფსიქოლოგიურად სიმშვიდისა იმისა, რომ მე რაღაცნაირად მიზნის დასახვა შემეძლო და ნელ-ნელა განაზოგვის გაკეთება. ამიტომ მაშინ ბებიას დროს, ძველ დროს მაშინ ვეძახდი ბებიას ქისას ანაბარს, იმიტომ რომ არ იყო პრინციპში ბანკის უფუნება მაშინ დაანაბრები და შესაბამისად ბებიას თავის ქისაში ჩაალაგებდა ხოლმე თავის დანაზოგს და ბარიშის ქვეშ ისე ამონდებდა და ინახავდა ხოლმე, როცა გჭირდებოდა, რა თქმა უნდა, ეხლა ესე რომ გვეგონა რომ ყველაფერი გადაწურული იყო, მაშინ დაგვეხმარებოდა ხოლმე ფულით და რაღაცნაირად ეს გამომყვა და მე ზოგადად ეს რიგის მოყვარული გოგო და ყველაფერი მიყვარს რაღაცნაირად ესე დალაგებული გეგმის მიხედვით და რაღაცნაირად გადავწყვიტე რომ უკვე აი დრო არის რომ ჩემთვის სანდო და დიდი ისტორიის ბანკი მეპყრობა და ნუ რა თქმა უნდა ჩემი ფინანსური შემოსავალი მინდო მოთვის და ანაბარი ყველაზე კარგი საშუალება იყო იქიდან გამომდინარე რომ მით უმეტეს ერთია როცა აგროვებ თანხას და მეორე როდესაც ამ თანხიდან სარგებელს იღებ და ანაბრის ხიბლი სწორედ ეს არის და ჩემი ყველაზე დიდი მიზანი რაც დავისახე როცა ანაბარი გავხსენი ეს იყო საცხოვრებელი სახლი არ მქონდა თბილისში ცხოვრობდი მაშინ და ვიყავი ქირით და რაღაცნაირად იდეაში მქონდა რომ აუცილებელია ჩემთვის საცხოვრებელი სახლი და ერთხელ გავიფიქრე და მორჩა და მიზნისკენ ჩვეულებრივად დავიწყე სვლა და დავიწყე დანაზოგის კეთება და ეს დანაზოგის კეთება აისახა ჩემს ანაბარზე, რა თქმა უნდა, რომელიც პირველი იყო და ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ცოტა დიდი მიზნისთვის გროვდებოდა დანაზოგი. დაახლოებით 8 წელი დამჭირდა და 8 წლის თავზე ესეთი ჩემთვის საოცნებო საცხოვრებელი შევიძინე. მე ამას ჩემით მივახციე, ჩემით მოვახერხე და რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე სანდო ბანკის დახმარებით მოვახერხე. ზოგადად ჩვენთვის ხო მნიშვნელოვანია ფინანსური გარანტიების სტაბილურობა სიმშვიდე, ხო? და ამას ყველაზე კარგად ხალხი ბანკი აკეთებს და პლუს თავისი უამრავი სასარგებლო შემოთავაზებებით და მე ვთვლი რომ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გყავს გვერდით ყველაზე კარგი სანდო დიდი ისტორიის მქონე ბანკი და მე ასეთად მიმაჩნია ხალხი.